ხდებაზე საოცარი რამ არი არსებებს არასდროს მეგობარი რომელიც მუდამ ხომშილობა რა გჭირს? არაფერი შემოდით ის კარატეზე შენ მთელი ენერგია ისმოვდოვე ვინმე ხო არ გამოყვათ შენც გგონია რომ გითვალთვალებენ? ვინმე გამოყოლდა კუბეთ არ ვიცი ვინმე მაღალი ლამაზი გოგო ემილ რა ხდება გითხარი მე ვიცი რაც ხდება ახალი მეზობელი მოუწამლის შემთხვევით რა? აი ლაზარე ვინ მოწამლე გავაგებინე ახალი მეზობელი მყავს ბარბარე საყვარელი გოგოა უბრალოდ ჩემზე უფროსია და ვიფიქრე ახალ მეზობელს ვასიამოვნებ დამცხვარს გამოუცხობ თქო მოიცა გუშინ ღამით სასწრაფო რომ შემხვდა ლიფტში ბარბარესთან მიდიოდნენ? ხო და არ ვიცი რა ვქნა მეთქი ადამიანს დაუმეგობრდები თქო და კინაღა მოვკალი მოკალი ნაბეტანია მოიწამლა რა ხდება ხოლმე მოვიდა მე დაველაპარაკები აუხსნი რომ შემთხვევით მოწამლე არა თქვენ დაიმალეთ მოვატყობ რომ მშობლებს ვირუსი აქვს და წავა რომელი ხარ? პოლიციიდან ვარ გააღებ კარი აუ გული გამისკდა შემოდი დროზე ხო კარგად გავაკეთე პოლიციის ხმა ვინმე ხო არ გამოყვათ პარანოია გჭირს? ხო კაი რა რა ხდება? რატომ გეგონა ვინმე მოყვებოდა? ლაზარე ალექსანდრე გამოდით სრუგანგაშია დაჩიდან იკა არიან სასწრაფოში დავრეკოთ სალამი კიდევ კარგი თორე მეგონა მოჩვენებები გეწყებოდა ემილია შეშინებული რა ხდება? დასხედით ჩაის გამომწადებ და თან მოგიყვებით ჩემს მეგობარს ავუხელ თვალს დავუღებ კარს ვაჩვენებ გზას მე ერთგულების და სიყვარულის წამს მუდამ იმედის და ძმენის ნაპერწკალს მას მივანდობ თავს ნიკა შენ შეკრუგინდა ხო? კი მადლობა მე მგონი აჯაბი ფემილი შემთხვევით მოწამლე არაფერია მეც ეგ მეგონა თავიდა მაგრამ სასწრაფოს თუ მოვიდა სერიოზულად ყოფილა საქმე აუ რა ვქნა მირჩიეთ რამე მოუბოდიშე გულით ხო რამე აჩუქეთან ოღონდ რამე საკვები აღარ გინა რამე სახლისთვის აუ კაიდია ცოტა დამამშვიდეთ შენ ადგილას მაინც ფრთხილად ვიქნებოდი შური არ იძიოს აი ვიცოდი რომ რაღაცას დააბრეხობდა რა რა სიფრთხილას თავი არ სკივა რა ვაჩუქო მომაფიქრებინეთ რამე რა ქვია იმას იატაქსაგები აი კარის წინ რო უდევთ ხოლმე ფეხებს რო იწმინდავენ არა ეგ არ იქნება საკმარისი სურნელოვანი სანთლები ჯობია კი ეგ კარგი აზრია კამი აჩუქე რომელშიც მოსასმენი იქნება ჩამონტაჟებული და გაიგებ აპირებს თუ არა შურის ძიებას
მე სურნელოვანი სანთლები მომწონს. გამოყვებით? კი, წავიდეთ, მე ვიცი სადაც იყიდება. ვარვარე. როგორ ხარ ემილი? შეიძლება შემოვიდე. შემოხვიდე? იცი მარტო ვარ, მშობლების სახლში არ არიან და არა უშავს. გემრიელი ნამცხვარი მოგიტანე და მე და შენ ცოტა ვიჭოდაყოთ. ხო, ნამცხვარი კარგია. შეიძლება შემოვიდე. კი, შეიძლება. გამოგარჩევ ნამცხვარს დაუჭრი. რა ლამაზი სახლი გქონია? ყუდრო. მადლობა. შენ ადგილას მაინც ფრთხილად ვიქნებოდი შური არ იდეოს. შენ როგორ ხარ ბარბარე? მე? შვენივრად. ეს ამდენ ჩაის შენს ვამდე თუ მარტო არ ხარ? რატომ მეკითხება მარტო ვარ თუ არა? ხომ არ უნდა რომ შური ძიოს და ფიქრობს მარტო ფათულად მომიყო. მარტო არ ვარ სახლში. დედა და მამაც არიან, უბრალოდ ვირუსი აქვს და ოთახიდან ვერ გამოდიან. მათთვის გავამზადე ეს ჩაი. უი, რა ცუდია. სხვა დროს გავიცნობ მაშინ დედას და მამას. ემილი, მამ, მოგაქვს ჩაი? კი, მამ, მოდივარ. მოდივარ. ბოდიში, ეხლა მოვალ. კი, უბრალოდ ვერ ხვდები, რატომ მომართვა ნამცვარი? გაბრაზებული არ უნდა იყოს ჩემზე. მოწამლულია, უეჭველი სამაგიეროს გიხდის. ხო, საეჭვოა. მოდი გაეკვია რა ხდებოდა თუ რამე აკვართ. როგორ არიან? ხომ არ გჭირდებათ რამე წამალი? მე ძალიან ფრთხილი ვარ და აი ყველა წამალი მაქვს ხოლმე სახლში. არა, მადლობა. ყავს ხომ ერთმევთ? კი, ოღონდ შენობით მომმართე. თითქმის ტოლები ვართ. შაქარი რამდენი? უშაქრო იყოს. შესვა ყავას? ემილი, ყავა შეიძლება შენთვის? ვიცი და ჩაისვა. ისე ძალიან მომეწონა მისაღების განლაგება. ლამაზადაა. კი, მე და დედამ ერთად გავაკეთეთ. ისე მეც ვფიქრობ, როგორ გავაკეთო ჩემთან. და ხო არ დამეხმარები. კი, ძალიან მიყვარს ინტერიერის დიზაინი. შვენიერი. აუ, ნამცხვარი გასინჯერა. მაინტერესებს როგორ მოგეწონება. გავსინჯავ. ეხლა გავსინჯო. ხო, შენი შეფასება მაინტერესებს. კარგი. კოლს ვიღებ ხელში და პატარა ნამცხვრის ნაჭერს ჭამ. ემილი, ტკბილეული არ ჭამო ბევრი.
მეც მიკრძალავდნენ ბავშვობაში ტკბილაოს, მაგრამ ერთი ნაჭერი არაფერს გიზავს, არავის ვეტყვი. ხო? კი. კარგით. იცით, ბოდიში მინდოდა მომეხადა, არაა საჭირო მოწამლული ნამცხვრის შურისძიება. ძალით არ გამიკეთებია. შურისძიება? ხო, გავიგე რომ ჩემი გაკეთებული ნამცხვრით მოიწამლე. მართლა ძალიან განვიცადე ბოდიში. თუ გამოისყიდის ჩემი მოწამვლაც, შევჭამ ამას. მოიცა ემილი. რას ლაპარაკობ, ვერ ვხვდები. გავიგე რომ სასწრაფო იყო მოსული და ვიღაც ნამცხვრით მოიწამლა სადარბაზოში. აჰა. ეხლა გასაგებია. რა არის გასაგები? სტუმრები მყავდა იმ დღეს. ყველამ ტკბილაულობა მოიტანა. სხვათა შორის შენი ნამცხვარი, აი ყველას ძალიან მოეწონა. მაგრამ ერთ-ერთი აღმოჩნდა ვადა გასული და იმან მოწამლა ჩემი მეგობარი. ჩემი ნამცხვარი ყველას მოეწონა? ხო, არაფერია სანერვიულო. მეც ვიფიქრე, რომ ჩემს საყვარელ ნამცხვარს გაგასინჯებდი. არავით არის შურისძიება და მაკიაველური ჩანაფიქრები არ მქონია. ой, არ ვიცი რა თქვა. ახლა შეგიძლია შენს მეგობრებს უთხრა, რომ გამოვიდნენ. ამ ხელა ნამცხვარს მარტო ვერ მოვერავით. ბიჭებო, გამოდით! ბარბარე, გაიცანი ესენი ლაზარე, დაჩი, ნიკა და ალექსანდრე არიან. გამარჯობა. ბიჭებო, ეს მე ბარბარე მქვია. ემილია სახელით მეზობელი და მეგობარი ვარ. მეგობარი? ხო, პირველი სასაცილო ისტორიაც გვაქვს უკვე. დასკედით ბიჭებო, ძალიან გემრიელი ნამცხვარია. კარგი, მე მაშინ თებშებს მოვიტან. მასლა არ აპირებთ ჩვენს მოწამვლას? არა, რა თქმა უნდა. აუ, რა ლამაზად გამოიყურება. ვეღაროთ მე ემილის ნაჭერს შევჭამ. მოიცა. ეგ ნაჭერი მოწამლულია. ხუმრობ, შეგიძლიათ მიირთვათ. ერთგულებაზე საოცარი რამ არის არსებობს არასდროს მეგობარი რომ გონი ლაზარის კონკურენტი გამოვიქცა. ლაზარე შენ ხარ ხო? კი. ჩემს გარშე გემრიელი ნამცხვრის ჭამა ვინ დაიწყო? სამდეწვირფასია და შეუფასებელი როგორც ოქროსაც მისი მე ჩემს მეგობარს ავუხელ თვალს გავუღებ კარს ვაჩვენებ გზას მე ერთგულების და სიყვარულის წამს მუდამ იმედის ძალიან გემრიელი. ერთგულებაზე საოცარი რამ არის არსებობს არასდროს მეგობარი რომელიც მუდამ მოგცემს ძალას ყოველთვის გადათბობს ეს სიყვარული